103 წლის წინ 1921 წლის 21 მაისს საქართველოს ეროვნული გმირი, სამშობლოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გენერალი კოტე აფხაზი 14 თანამებრძოლთან ერთად ბოლშევიკურმა საოკუპაციო ხელისუფლებამ დახვრიტა. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი 15 ქართველის სასიკვდილო განაჩენი ჩეკისტებმა დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე აღასრულეს. გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად დღეს ვაკის პარკში შეიკრიბნენ დაღუპულთა შთამომავლები, საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მემორიალთან შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირების თავდადება. მათი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის და პატივი მიაგეს ადამიანებს, რომლებმაც სამშობლოს ერთგულებას სიცოცხლე შესწირეს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღე. აი აქ ამ პარკში უკვე 100-ზე მეტი წელია, რაც დახვრიტეს კოტე აფხაზი და მთელი მისი ჯგუფი სამხედროების, რომლებიც იყვნენ უდიდესი პატრიოტები სამშობლოს და საქართველოს. გმირები არ კვდებიან. ჩვენ აქ ვიკრიბებით ყოველწლიურად, რამე თუ ჩვენი ბოლო წინამძღოლი იყო კონსტანტინე აფხაზი, გენერალი ილიას დიშვილი, ძალიან ეროვნული პიროვნება და არა მარტო ილიას დიშვილი იყო, ილიას შვილობილი იდეური. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი ადამიანები, რა ნამდვილი პატრიოტები, მამულიშვილები ყველანი გვახსოვდეს. არ შეიძლება ჩვენ თუ არა გვაქვს მეხსიერება ეროვნული, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერს ვკარგავთ, იმიტომ რომ ისტორია არის ის ღერძი, რომელზეც ქართული დამოუკიდებლობა დგას. ვაკის პარკში ამ ადგილას აღმართული კიპაროსები ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებმა მარადიული ხსოვნის ნიშნად დარგეს, რომლებიც წლების შემდეგაც ჩუმად ყვებიან ტკივილის, ერთგულებისა და თავისუფლებისთვის გაღებული მსხვერპლის ისტორიას.